აიხარე, ძალიან მიყვარხარ. თელავში რა ხდება რა? 13-ში არის ისა კონცერტი რა. თან წაიღეს კონცერტი არის რიხეზე. აქედან გალით წამომიყვანენ და წამომიყვანენ უკან. 13-ისთვის უნდა მოვემზადოთ, 13 უნდა გავაკეთოთ, რომ ვანახოთ რისი თავი გვაქვს რა. აბა რას ვიზავ? აბა რის ვიზავ რა? საღამოს დაიწყება სადღაც რომ ნელდება მაგ დროისთვის დაიწყება კონცერტი. მერე იქიდან წავალთ ერთად სანთლებით ყველა კანცელარიასთან. დაუყრით თითო რაღაცას. ხო, ესე იგი ვისაც ეთქვით 13-ის ამბავს, ყველა უნდა მოხვიდეთ თითო სანთლებით რა. და იქიდან რომ დავიწყეთ ესე ცეცხლის მდინარე უნდა გავაკეთოთ კანცელარიაში რა. აი რა დაპირატი ის ოპოზიციაში ისი? არ ვიცი. აი ნადირაძის ამბავს საერთოდ. ნადირაძის დაიხურა რა. ო. კოცით მიყვარხარ ძალიან მაგრამ დიდი მადლობა. დავაი კოცით. ქართველს არ აკლდა უწინ მეობა, რამ შეგვიცვალა ეს ნეობა. არ აკლდა გმირი, არ აკლდა ხატი, საუბედუროდ ბაღვაში რატი, ვინ შეარყია დავითის ტახტი, ვინ ჩასწრგულში ქვეყანას ლახტი, ვინ ღებავს შავად ლაშარის დროშას, ვიყიდის სინდის ორიოდ გროშად. ნუ თუ ეს არის ის ქართველი, რუსთველის მოდგმა ნათელი, არაკაცობას სინდის გათელილს ნუ თუ ვერ შველის ვაჟას სათქმელი. ნუ თუ უარყოფთ ჩვენ რელიგიას, საგურამოში ჩვენ უკლავთ ილიას. ყოველი ლოცვით მიუმართავთ სიონს, ფანჯრიდან ვაგდებთ ჩვენ გალაქტინოს. გაიხარე რა. აი გიზები კორპოსო. არა მე ფსიქოანალიტიკოსი. ყველაფერი რიგზე დავაყენო და გავიქცე. იგარი ხა. მაშხუხე მომილო კარგად საბჭოური ცხოვრების დრო ჩვენი ცხოვრება როგორ იყო? ფერი მართლა ორი იყო, წითელი და შავი ფერი იყო. შუაში ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებ. სხვა დანახვა არ შეიძლებოდა. იმ წუთში საკატლეტე მანქანაში გატარებდნენ და მაშინ ყველაზე ურჩ პატიმრებს ნიშნულობა არ ქონდა რომელი ცხოვრები ცხოვრობდა პოლიტიკური
ქუჩის ძველი ბიჭი თუ არა ცოტა შერყევისკენ რო წაეყვანათ ეგრევე ადინოჩკაში გადაყავდათ ხოლმე გაიგე იმიტომ რომ თავისთვის ირგებდნენ მე ტიპებს მე ესე უყურებ რომ ხვის დასანახად გამოუტანე განაჩენი შენ თავს და ამ განაჩენით გინდა რომ მიახვედრო ის საზოგადოება რომელიც აი ვიალი როგორცა ვიალი როგორ არის ახლა აღარ აი გეტყვი ზუსტად აი აბსოლუტურად გეთანხმები და გეტყვი მინდა აი რატო გავაკეთე მე ეს რა ესე იგი ადამიანებს რომელსაც ეგონა რომ დაუშვათ არის ხო ყველას დაუშვათ ყველაფერი თავისი ანუ იმათ რა ენაღლება ყველაფერი არის და ფეხებზე არ კიდია მაგრამ ჩვენი უბედურება აი ესე რა რაცა ვარ ესა ვარ რა კორკოთ რა და არ გითქვია ჯერ აი ფული რო აიღეთ შენ და შენ ხო ეგ რათა ხარ ეგ თქვი რომ არ არის ძალიან დიდი ცოტა არის პატარა ეგ უნდა თქვა გაიგე ხო და გაუსწორდება ყველას გაუხარდება რომ მონანიება ყველაფერი მონანიება დღეს ბიჭო თელი დღე კორკოთ რეკავს რუსეთიდან ქართველები რა რუსეთის ქართველები რომლებიც იძახიან რომ ძალიან ვგთხოვთ არ მიგვატოვოთო რა აი თქვენგანო გადაეცითო რომ ის მომღერლები არ ჩამოვიდნენ იმ სიმღერითო რა იმიტომ რომ ისინი წავლენ და ჩამოვლენენ და ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთო და ისედაც ისეთ გაწამაციაში ვცხოვრობთ ეხლა რომ გარეთ რო გავდივართ სახში შემოსვლის გეშენიაო რა აი გვიშველეთო რა აი რა უნდა დავაკეთოთ პრინციპში მე მეც ერთ-ერთი ადამიანი ვარ აი საქართველოში და ჩემს ირგვლივ მილიონი ადამიანია გემუდარებით ხალხო გემუდარებით ერთ რამეს გემუდარებით რომ ისეთი რამე არ გააკეთოთ რომ თქვენი ქმედებით რომელიც ძალიან ვიწრო იმით შემოისაზღვრება იქ ჩაგვიხოცავენ ხალხს რა ეხა იტყვის ვიღაცა მაიცა რა სადაც გასაწყვეტია გაწყდეს აქედა რო იძახი სადაც ვიწროა იქ გაწყდეს მაგ სიტყვას რო იძახი იქ რახნას ადამიანმა რომელიც ცხოვრობს მეუნები კახა ცისკარიძეს მივმართო პირველ რიგში მივმართავ სტეფანეს მეორე რიგში ძმური სიყვარულით აბსოლუტურად რა ეს არ არის ის თემა რომ გონია თქვენ ეხლა მე კახათისკარიძის გამოსვლას უსმინე რადიო უსნებში და მან თქვა რომ ეხლა რა 21 საუკუნე არისო კარგიო რა ხალხო სიმღერის გულისთვისო რა აი ზუსტად სიმღერის გულისთვის მოხდება უბედურება კახა და ეხლა ჩემი სიმპათიები და არასიმპათიები ეს პირადად ჩემი აზრია რა და მეტი არაფერი მაგრამ იმას ვინც ჩამოვიდოდა და შეფუთული სიმღერით იმღერებდა და შეაგინებდა ჩემ პრეზიდენტს რაღაცნაირად აი ამ სახით აი ესე დაუვადებდი აბსოლუტურად გეთანხმები ამას რა გონიათ იცი კორკოტ რომ მე ეხლა მაგას ვებრძვი გესმის აი ამ სიტუაციაში გონიან რომ აი რაღაც ოპოზიციური აზრი ებრძვის პოზიციურად არავითარ შემთხვევაში ერთ აზრზე ვართ ჩვენ ორივე და თუ რამე მიწყენინებია თქვენთვის ბოდის გიხდით ყველაფრისთვის მაგრამ აი ამ 100 კაცის ზარს ლაუყოთ რომელიც დღეს თუნდაც მაესტროში შემოვიდა თხოვნით ხვეწნით და უბედურებით არა თან რა არის ის რჩევა და უმორჩილესი თხოვნა რა ყველაფერზე რეფერენდუმები ხო არ გაიმართება არ გადავირიე რომ გინდათ გავიგოთ საქართველოში აზრი რომ ღირსები არიან თორე რუსეთში ვიცხოვრობს ის ხალხი რომ იყვნენ დამთელები ბედნიერები და ჩავატაროთ რეფერენდუმი ვინ არის და ხელი ავწევდა ვაშა დაუკნათ არ შეიძლება რა ყველაფერზე რეფერენდუმი ვა ზენ გაიხარე მე მეგონა არ გადის გარე